ამიტომ აქ უბრალო ადამიანი რო ცხოვრობს და ქუთაისში რო დადის, საერთოდ არ აქვს განცდა, რომ ქვეყნის განვითარებაში რაიმე სახის მონაწილეობას იღებს. აბსოლუტური სიბეცე გამოამჟღავნა ისტორიის და არა მარტო სიბეცე, ეს ჩემი აზრით, ჩემი პირადი შეფასებით ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რეაქცია რომ პრაიმერიზი შლის პარტიებს. პრაიმერიზი შლის ცუდ პარტიებს და ჩემი ცხოვრებიდან მაგათმა მე პატარა ყიაყარო 12 წელი ამომიხიეს ჩემი ცხოვრების წიგნიდან და არ უნდათ რომ ანუ რამე შეცვალონ, არ უნდათ რომ ცვლილებების მიზეზი იყვნენ და არ უნდათ რომ არ უნდათ იმის დაჯერება რომ ძალა მათში არის. გამარჯობა, მე ვარ ლაშა ჟანჭყავა. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, პროექტ ექსკურსიის ფარგლებში. ექსკურსია არის ჩვენი სამეგობროს იდეა, რომელიც მიზანს ახავს ჩავიდეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და გავიცნოთ ჩვენი თანამოაზრეები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ მტერს რუსეთის სახით და შეგვიძლია მისი დამარცხება მხოლოდ ერთიანობით და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთს ვიცნობდეთ და ასევე ძალიან გსურს გავიგოთ რა ხდება სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში, თბილისის პრობლემები შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს რეგიონის პრობლემებისგან. ამიტომ გვინდა რომ მთლიანი სურათი დავინახოთ, მხოლოდ ერთ რაღაც კონკრეტულ ადგილას რა ვიყოთ კონცენტრირებულები და ჩვენი აზრი, რაღაც ხედვები გვინდა რომ უფრო გავიფართოვოთ ამასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ვიმყოფებით წიგნების სასტუმროში, ხო? ნიკო ნიკოლაძის კლუბში. ანდროსთანო ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი მასპინძლობისთვის. როგორც გამოიწერეთ ანდროს სასტუმროს Facebook გვერდით, ამას მიუთითებთ მე. და მოკლედ დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ქუთაისის პრობლემებზე, პროტესტზე რა გამოწვევების წინაშე დგახართ და შემდეგ აი საუბარი როგორც წავგვიყვანს მაგის მიხედვით ვილაპარაკოთ. როგორც მასპინძელი მიხარია რომ აქ ახართ, გადასარევი ხალხი ხართ, ერთი დღე რაც გიცნობთ და უკვე რაღაცა თანამოაზრეებით და თვლი რომ ძალიან გადასარევი ხალხი ხართ და კარგი ახალგაზრდები ხართ, თქვენი იმედი აქვს ამ დროს და თქვენი თაობის. ამიტომ ჩემი კარი, აქაურობის კარი, ნიკო ნიკოლაძის კლუბის კარი. ყოველთვის ღია თქვენთვის. ესტუმრეთ, დავჯდეთ, ვილაპარაკოთ. იქნებ ქვეყანა გადავარჩინოთ, რამე თუ უშველოთ. ხო და რა ვიცი, დანარჩენი ხემა ილაპარაკოს, მე მეც ჩავერთები დისკუსიაში. გამარჯობა, მე ვარ ელენე მალაშხია, ვარ სტუდენტი და დღეს ჩამოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ გავიგოთ რეალურად რა დაბრკოლებების წინაშე დგას ახალგაზრდული ცხოვრება, სტუდენტური ცხოვრება, რამდენად მოსახერხებელი და კომფორტულია თქვენთვის აქ ყოფნა, ასევე საინტერესო არის თქვენი უფროსების აზრი ამ ყველაფრის შესახებ და თქვენ თუ გაქვთ რაიმე წარმოსახვით იდეა, რასაც რის დანერგვასაც ისურვებდით ქუთაისში. პირველ რიგში მადლობა რომ ჩამოხვედით და ინტერესდებით იმით რომ რა ხდება რეგიონებში, იმიტომ რომ თბილისში ბევრ ადამიანზე შემიჩნევია რომ ეს სინდრომი აქვს, რომ იქიდან არ გამოდიან ოფისებიდან და აზრი არ არიან ქუთაისში რა ხდება. მოდი პირდაპირ პრობლემებზე რომ გადავიდეთ, ის რაც ქუთაისში ხდება ბოლო 137 დღის განმავლობაში, თავიდან პირველი 7 დღე შეიძლება იყო უცნაური რამე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ქუჩაში, მაგრამ იმის მერე ხდება სტანდარტულად 50 ადამიანი, თუმცა ქუთაისის რეალობისთვის ეს უცხოა. ახლა მინდა რადგან თქვენ ვიდეოს ბევრი ადამიანი ნახავს, არა მარტო ქუთაისელი, ჩემი დაკვირვება განვახორციელო, რომ აქ ქუთაისის გასალანძღი ან რამე უცნაური არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ ამ ქალაქში არასდროს არ ყოფილა დიდი აქტივობა პროტესტის მხრივ. მაგრამ ამასაც აქვს თავისი ახსნა და ჩემი აზრით ეს არის ის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქუთაისლებს არა აქვთ იმის განცდა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. არც ერთ ხელისუფლებას არასდროს არ უგზნობინებია ხალხისთვის, ასე რომ ვთქვათ, რომ ჩვენ რამეს წარმოვადგენთ. მაგალითად, ავიღოთ პარლამენტის საკითხი. ძალიან ძვირი დაждდა, როგორც ვიცით, მაგრამ რადგან ეს თანხა გაიღო ხელისუფლებამ და აშენდა, ჯერ არ უკითხავთ გვინდოდა თუ არა ეს პარლამენტი და მერე კიდევ უფრო უარესი ახლანდელ ხელისუფლებას არ უკითხავს რომ წაიღო. ამიტომ აქ უბრალო ადამიანი რო ცხოვრობს და ქუთაისში რო დადის, საერთოდ არ აქვს განცდა რომ ქვეყნის განვითარებაში რაიმე სახის მონაწილეობას იღებს. ამიტომ ჩვენ გარეშე ეს ქვეყანა შენდება, ინგრევა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იღებს, ნებისმიერი რამე პრობლემა ისე ხდება, პრობლემას და კარგი ამბებით ისე რომ ჩვენ ამის მონაწილედ თავს ვერ ვგრძნობთ.
ეს ეხება იგივე მაგალითად თვითმმართველობასაც. იმიტომ რომ ნებისმიერ თანამდებობაზე, რაზეც შეიძლება მერიაში ადამიანმა იმუშაოს და ეს მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრია სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების, არც ერთ თანამდებობაზე ვერ დაიწყებს მუშაობას ადამიანი, რომელზეც თბილისიდან არ იქნება თანხმობა. ნებისმიერ თანამდებობაზე. ამიტომ აქაც კი ადამიანს თუ უნდა სამსახურის დაწყება, იცის რომ ერთი ადამიანი უნდა ნახოს ზემოთ, ვინც მასზე გაწევს რეკომენდაციას, ერთი ადამიანი უნდა ნახოს სუსში და მოკლედ ამ ყველაფერს რომ მოილევს, მერე უნდა დაიწყოს უკვე სამსახური და. ამიტომ არა გვაქვს განცდა, ჩვენი ბიუჯეტიც კი ხანდახან ანეკდოტი არა, ჩვენთვის სატირალია, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ქუთაის. და ამ საწყალი 130 მილიონიდან კიდე ნახევარიზე ცოტა ნაკლები, დაახლოებით 50 მილიონი იხარჯება ხელფასებში. ამიტომ ჩვენ ვთვლით თავს, უბრალოდ რაღაცა ეს ქალაქი არის, რაღაცა ერთი სამსახური და საერთოდ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ პარტიებს. და ოპოზიციაზე განსაკუთრებით ამ შემთხვევაში იმიტომ არ გაბრაზებული, რომ 2012 წლის შემდეგ ის ხალხი, რომელმაც ოპოზიციაში გადაინაცვლა, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქალაქში 13 წლის განმავლობაში ლიდერი გაჩენილიყო. ანუ თქვათ, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრ ნაწილად დაიყვნენ და ყველას ეხება ცხადია, 2013 წლიდან დღემდე, 12 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ალბათ 18 წლის ხდება დაახლოებით 40,000 ადამიანი თუ არ ვცდები, ამ სტატისტიკას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტში ამდენი ადამიანი აბარებს ხოლმე ყოველწლიურად. ანუ დაახლოებით 40,000 რო ვიანგარიშოთ და ეს 12 წელი გავამრავლოთ 40,000-ზე, დაახლოებით გამოდის 9 მილიონი ადამიანი. ანუ 18-დან ახლა რო უკვე 30 წლის არიან ადამიანები, ამ ხალხთან არავის არ უმუშავია. მე აქ არ გულისხმობ რაღაცა ვინმე ხელფასიანი თანამშრომლები უნდა ყოლოდათ პარტიებს, არ გულისხმობ რაღაცა, მაგრამ მარტივი შიდა პარტიული დემოკრატიის აშენება ამ 13 წლის განმავლობაში, როცა შენ ოპოზიციაში იყავი, შეიძლებოდა. და ეს რო არ მოხდა, მივიღეთ ის, რომ მაგალითად ბოლო 2 თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქი დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე თელმა ოპოზიციამ. არ იცის ვინ დააყენოს მერობის კანდიდატად. ანუ წინა არჩევნებზე ჩვენ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, აქ რაღაცა უბნები დაუთმეს ერთმანეთს, მერთან დაკავშირებითაც შეთანხმდებოდნენ, დარწმუნებული ვარო, რომელიმე ნაციონალურ მოძრაობის გარდა სხვა პარტიას ყოლოდა კარგი კანდიდატი, მაგრამ რადგან აქ ნაციონალურ მოძრაობას არა, ძველზე ვლაპარაკობ. 2021 წელზე, როცა კანდიდატად მოიყვანეს, შეიძლება ხატია დეკანოიძეს ბევრი რამე აქვს გაკეთებული, თქვათ, მაგრამ ქუთაისთან არაფერ შუაში არა. ხატიას რო თავი დავანებოთ, ხატიას გარდა იმ არჩევნებზე იყვნენ ისეთი ადამიანები წარმოდგენილი კანდიდატებად, რომლებიც საერთოდ ქუთაისლები არ არიან. მაგალითად იქირავეს. ხო, მანამდე გრიგოლ ვაშაძე იყო, მოკლედ აღარ დავასახელოთ სახელდაგვარები. ეს გვინდა არ გვინდა, აი სპეციფიკაზე რო ვლაპარაკობ და თქვენს რო გაინტერესებთ ქუთაისი როგორი ქალაქია, ეს მნიშვნელოვანია იცოდეს მაყურებელმა, რომ ამ ქალაქში მაგალითად რო არ გეცოდინება პირობითად სად არის, თქვათ, ვიკენდია საქაბები, სიტყვაზე ვამბობ. ხო, არ ახარ ავტორიტეტი ამ ქალაქისთვის. აქ სადმე რო ჩაქსონ, გზა უნდა გამოაგნო და გამოხვიდე ქალაქის ცენტრში და არ უნდა დაიკარგო და. აქ კანდიდატები იყვნენ ისეთები, რომლებიც ამას ვერ გააკეთებდნენ. დღეს ვიღებთ იმას, რომ ცხადია თვითმმართველობის არჩევნებზე არავინ იმედი მაქვს, არავინ არ აპირებს ამ ეტაპზე მონაწილეობის მიღებას, მაგრამ რო ჩაატარონ ჯერ საპარლამენტო არჩევნები და გავიმარჯვოთ და მერე თვითმმართველობის არჩევნები იყოს, კანდიდატს ვერ ნახავენ. ქუთაისში 10-8 იყო, 8 მაჟორიტარული ოლქი იყო და ახლა იქნება 10 მაჟორიტარული ოლქი, გაზარდა ქართულმა ოცნებამ კვლავ 10 კანდიდატის ნახვა, სხვადასხვა პარტიას 10 კანდიდატი კი არა, ერთად რო შეიკრიბოს მთელი ოპოზიცია, 10 კანდიდატს ისეც ვერ ნახავენ ამ უბნებში, რომელიც იქნება კონკურენტ უნარიანი, რომელიც ამ უბნის პრობლემებზე ილაპარაკებს, ქალაქის პრობლემებზე ილაპარაკებს და მისთვის არ იქნება ეს ყველაფერი უცხო და რაღაცა ჩინური. ამიტომ დგას ეს პრობლემა ამ ეტაპზე და იმედი მაქვს თქვენი ჩამოსვლაც, აქციებზე თქვენი მოსვლაც, ბევრ ადამიანს ნენელა დააფიქრებს იმაზე, რომ პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის საკეთებელი. არა, აქ ახლა ის მნიშვნელობა ან დროს სასტუმრო აქვს თუ თეატრი აქვს და ვიღაცა მასწავლებელი არის თუ ვიღაცა სიტყვაზე სტილისტია და ექიმია, ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს პატარ-პატარა პოლიტიკა და ეს არ ნიშნავს მანდამაინც შარვალ კოსტუმში, ხარსტუხით სიარულს და რაღაცა ბრიფინგების ტარებას. ჩვენ სამეზობლოში და ჩვენ სამსახურში შეგვიძლია ჩვენ პატარა დემოკრატიის შენებაში ერთი პატარა აგური დავდოთ.
სხვათა შორის ძალიან შევიყვარდა ეს ქალაქი რა თვითონ, იმიტომ რომ პირველ რიგში რაღაცნაირი ურთიერთობა არის მართლა რა. გუშინ სეირნოვდით ერთად ვიყავით და მე ფოკი და კიდე ჩვენები და გზაზე ველოსიპედიანი ბავშვი მოდის რა. ხო და თითქმის შეეჯახა ფოკისავე და რაღაც ფოკი უნდა ბოდიშიო და მე ბოდიში. მე ვაბატიე უნდა ვასპადა. ძალიან საყვარელი საერთოდ. აი რეალურად ხო ყველა ქალაქს თავისი სპეციფიკა აქვს რა, იგრძნობა რომ იმ სიყვარულთან და ამ შემდეგ ერთად არის რაღაცა პატარ-პატარა ისეთ საინტერესო ისტორიები რა, ისეთი ხალხი ასევე, ვინც რაღაცა შესწავლის და გაცნობის არის, რომ ვიცნობდეთ ამ ადამიანებს და მთელი საქართველოს უნდა იცნობდეს, იმიტომ რომ მარტო ის არ არის რომ რუქაზე ვცნობდეთ ქალაქებს რა, შიდა ამბები ბევრად უფრო საინტერესოა, ადამიანები ბევრად უფრო საინტერესოა და ეგრე უნდა შევხედოთ ზოგადად მე ვფიქრობ რომ ქალაქებს როგორც ადამიანებს რა, მაშინ ცხოვრება ადამიანებს და მათი განსაკუთრებული ინდივიდუალური თავისებურებებით და ასე შემდეგ, ხო? სალმებით მიშას ნაწილობრივ და მე თქვენს პათოს გამოვეხმაურები. ამ ქალაქში ეხლა ცოტა შეიძლება 90-იანების რომანტიზებისკენ წაგიღოთ ჩემმა ნათქვამა, მაგრამ ეს არ არის დამერწმუნეთ. ბოლოს ამ ქალაქში ვინც ადამიანებს უსმენდა, ეს იყო ქალაქის ყოფილი მერი შაშიაშვილი და ისიც უსმენდა ტელეფონით. ოღონ ტელეფონი მაშინ 100 ოჯახიდან მქონდა 3-ს. მაგრამ მქონდა გადაცემა გისმენთ ქალაქის მერი და იმის შემდეგ არავის ამ ქალაქში ცხოვრებისთვის არ მოусმენია. ისიც არ უსმენდა, ეხა ისე არ გამიგოთ რომ რაღაცას ვარომანტიზებ. ეს ჩანს ყველაფერში, იმიტომ რომ ამ ქალაქმა წლების განმავლობაში დაკარგა ფუნქცია, უმთავრესი ფუნქცია, ოდესღაც სატახტო გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქი იყო და ჩვენ რამდენიმე წლის წინ აგერ წინამოქმედი მერის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოვისმინეთ ასეთი განცხადება მის მიერ ტელევიზია, ტელეკომპანია იმედის ეთერში წითელ ხიდზე დგას და ესე გარკვევით ადამიანებს ეუბნება მოსახლეობას სრულიად საქართველოს, რომ ქუთაისი არასოდეს არ ყოფილა რა ქვია, როგორ თქვა, პოლიტიკური ცენტრი. აბსოლუტური სიბეცე გამოამჟღავნა ისტორიის და არა მარტო სიბეცეს, ჩემი აზრით, ჩემი პირადი შეფასებით ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, მაშინ საუბარი იყო პარლამენტის გადატანაზე, თუმცა მე თქვენი თაობის ადამიანები შემხედრიან და ამ თემაზე რო გვისაუბრია, უთქვამთ, რომ რაო, ქუთაისში პარლამენტი იყო? ეს ყოფილი მერის განცხადება იყო ჩემი სუბიექტური შეფასებით მოღალატეობრივი და რა ვიცი ალბათ ყველა შეფასებით ეს იყო დანაშაული, იმიტომ რომ აბსოლუტური ტყუილი თქვა, რომ ქუთაისი არასოდეს არ იყო პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისი ყოველთვის იყო, თუმცა მე მავანთა და ზუსტად ხახალეიშვილის ნაირი ბიუროკრატიზმით შეპყრობილი ადამიანების ბრალი იყო, რომ ქუთაისმა დაკარგა ფუნქცია წლების განმავლობაში და იქცა მხოლოდ იუმორის ქალაქად და ნებისმიერ გადაცემაში, ნებისმიერ პოდკასტში, ნებისმიერ რა ვიცი ისტორიკოსის Facebook პოსტზე ყველგან გვხდებოდა ერთი და იგივე პასაჟი, რომ ქუთაისი იუმორი და რა ვიცი ბაფთიანი გიტარა. ამას ვერ გავცდით წლების მანძილზე და ეს ყველას ბრალია, მათ შორის ჩვენიც, მაგრამ თავარია რომ რაღაცებზე ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი. მე ვარ ვახტანგ სიხარულიძე, ექიმი, ფსიქიატრ, ნარკოლოგი. ეხლა დიდი მადლობა აქ მეორე თვითმებით, მე ყოველ შემთხვევაში მეორე და ვარ მოწვევისთვის, მასპინძელს მადლობა, თქვენ მადლობა და ყველას მოგესალმებით. ხო, და ერთი რაღაცაზე მწყდება გული. მე შაშიაშვილმა იცოდა, თქვა ძირძველი ქუთაისელი, ძირმომპალი ქუთაისელი ვარ, მე უკვე აღარ ვიცი რომელი თაობების. ხო და თბილისიდან რომ მოდია, ჩვენთან გვეუბნებია ჩამოვედითო, კი ბატონო, ზღვის დონიდან მაღლა ხარ თქვენ. მართლა მაღლა არის 400 რაღაცა მეტრი არის ზღვის დონიდან, ჩვენ 40 მეტრი ვართ, მაგრამ მე ისეთ მაღლა ადგილას ვქრო ჩამოვედი, ანუ თქვენ მაღლა ხართ, გასაგებია. დამღუპა ისევ ქუთაისელმა, რომ მან გადმოიტანა დედაქალაქი. თუ არა არაფერი არ ვქიდა ჩვენ სხვისთვის შესახვევს. ეხლა ჩვენ სეპარატისტი არ გეგონოთ, მე თქვენ მაგას რომ მომოდა. უბრალოდ რა ხდება, მართლა რო ტარდებოდა არჩევნები აქა და მაჟორიტარები რო იყვნენ. საპარლამენტო არჩევნებში, გიგი წერეთელი ჩემი კოლეგა, ჩემზე წინ სწავლობდა, ვიცნობთ ერთმანეთს და დაასახელეს კანდიდატად ავტოკარხლის საარჩევნო ოლქში და იქ სადღაც ჩიტოსკები მაშინაც არსებობდნენ და რაღაცა შეტაკება მოხდა რომელიღაც საარჩევნო გუბანზე და მაშინ გავახსენდით მე ახოს იხარულიძე რომელიც ავტოკარხანაში მუშაობ ექიმად კაივიჩეს ვიცნობ სულ ციხეში ვარ შემიძლია დამოწება და ვახო დაგვეხმარეო ახლა მე უთხარი არჩევნების დღეს მაგრამ სადიყავი ანუ რითი თქვა თუ პოლიტიკას ვაკეთებ და არჩევნები არის ხო პოლიტიკა და ხმას ვიცევ და მე იქიდან საარჩევნო პერიოდებში შორის რაღაცა საქმე უნდა აკეთოს ჩვენ არჩეულობა ხო
თუ პრეტენზია გაქვს რომ არჩევნებში მიიღო მონაწილე პოლიტიკა აკეთო შენ ამორჩეველიც უნდა გყავდეს და მე ამოსარჩევიც უნდა გყავდეს და ჩვენ ხო უნდა შეგვეკითხოთ ეს იგივე ხატია კარგი გოგოა ერთმა გაუმარჯოს ის არაფერი ულუაშაძეს საწინააღმდეგოა რაფერი არა მაქვს კი ბატონო მაგრამ შეგვეკითხოთ ჩვენ ვინ ვარ და ვარ და მართლა ეს რო ქუთაისები იუმორის ხალხია და უნდა ჩატარდეს პრაიმერები თუ რაღაც უთხრათ ის ამ პარტიებს თქვენ ორგანიზატორებმა რომ როცა აპირებენ და გააქვთ ამის ამბიცია რომ ვიღონ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში ჩაატარონ პრაიმერები და ვინმე მონახონ თუ არ არის მონახონ გაზარდონ გესმით არ შეიძლება სადაც ნიკოლაძე ცხოვრობს ამ ქალაქში და ნიკოლაძის კლუბში ვარ ხო და არ შეიძლება აქ მართლა ვინმე ამოსარჩევი არ იყოს ამოსარჩევია ვეძებურ ბატონო ეს ხალხი და დადგმულები არიან ეს არავის არაფერს არ ეკითხებიან რაც ბიბლიაში ამთქვა ხო ესე არ გვეკითხებიან არაფერს და ჩამოყავთ ასახედებენ ბუდიში მოგაწყინეთ თავი მაგრამ საყოველების ხია ანუ თუ საქმის გაკეთება გვიდა და არჩევნებზე გვაქვს ლაპარაკი ხო თავარი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლება და მე არჩევნების ჩატარება ხო ამოსარჩევიც უნდა გყავდეს და ამორჩეველიც უნდა გყავდეს და იქ ადგილზე უბანში 20 კაცი უნდა მაინც უნდა გყავდეს რომ იქ რო ვიღაცა რომ მოვა იქ ძალისმიერი ვიღაცები და ტიტუშკები და რაღაცა იმას პირდაპირ აგრესიით არა მაგრამ შეეშინებობა შენი იციან რომ ვირა ვარ იქა და არ გყავთ ხომ ასეთი ხალხი ამ ბოლო არჩევნებზე არ გყავთ ასეთი ხალხი ესე და მე სპეციალურად გეუბნები ახლა იმდენჯერ ვარ შენაშინები ახლაც მეშინია მაგრამ მე ვერაფერს ვეღარ შემაშინებენ მე ხო დილით მივედი მე რომ იქ რა ეს ძველი ბიჭები და ისე არ იქნებოდნენ გაგვიზებულები და მეთქი მაშინ მივცე ხო ვიდეო ვიცოდი რაც მოხდებოდა ჩამორიგდებოდნენ უბრალები კაი ბიჭები ესე ვილკემს რო ითხრია და ეგეთ რაღაცები ანუ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხალხზე რომ ეს ხალხი მონახოთ ვიც არის ამოსარჩევი და კიდე ვიც ამ ამორჩეველს ხმას მიცემს და ამ არჩეულ ხმას რომ დაიცავს ხატია მოიგო აქ არჩევნები და მე რომ გააყალბეს ამ რა თქმა უნდა რას ველოდებოდი იმ საარჩევნო ადმინისტრაციით რა მოხდებოდა უნდა გაეყალბები ეს ხატია მაგრამ არც პრეტენზიაც არ გაქვს ერთხელ რომ ჩაატარა რაღაც პრესკონფერენცია რომ გააყალბეს არჩევნები წავიდა უნდა გაგზელებულიყო ადგილზე ის რომ ჩვენ წაგვართვეს ხმა დაგვიმალეს ხმები მოგვატყუეს კი არ გააყალბეს წაგვართვეს ორ აქცენტს გამოვეხმაურები თქვენს ნათქვამში. ერთი იყო პრაიმერიზი და მეორე რა ხდება მაშინ, როცა რეჟიმი რა თქმა უნდა აყალბებს არჩევნებს, ამიტომაც არის რეჟიმი, რომ მას სჭირდება არჩევნების გაყალბება და მე რა ვშვებით აი ამ ორზე. პრაიმერის რაც შეეხება ორჯერ ჩატარდა ჯერჯერობით საქართველოში, თუ მეშლება ვინმე დაგვიკომენტარებს, არ შეგვარჩენს ამ ტყუილს ნამდვილად. ერთი იყო ნაცმო, ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაატარა ონლაინ ფორმატში და ალბათ ბევრისთვის ცნობილი ამბავია იქ პრაიმერიზის თელი არსი არის შემდეგი ადამიანი რომელიც კონკრეტული პარტიის მხარდამჭერია მან უნდა დააკომპლექტოს ეგრეთ წოდებული სია ნაცმოს ამ ონლაინ ცდელობის შემთხვევაში მოხდა ისე რომ საერთოდ გირჩის ამომრჩევლებიც იღებდნენ მონაწილეობას და სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლებიც ხომ და არ იყო მთლად სამართლიანი კონკურენცია ვერ ჩაიარა ისე მაგრამ ცდელობის დონეზე ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ასეთი მცდელობა იყო და იგი დასახვეწია. მეორედ არა ონლაინ ვინც ჩაატარა ეს იყო ევროპული საქართველო, ახლახანს ჩაატარა. ეს უკეთ მესმის მათი სტრუქტურა, იმიტომ რომ ვაკვირდებოდი ამ პროცესს, ძალიან გავდა პრაქტიკულად ანალოგი იყო არჩევნების, უნდა მისულიყავი კონკრეტულ უბანში და ისე უნდა მიგეცა ხმა ორი სია იყო წარმოდგენილი და ნუ რომელსაც საერთშევდი შემდეგნაირად ვერ ვიტყვი რომ თქვა სამართლიანი ბრძოლა იმ სისტემაში იყო ისიც დასახვეწი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის შემთხვევაში როდესაც ჩატარდა ამ პრაიმერიზმა გამოავლინა რომ ნაცმოს შიგნით წევრებს ეზიზღებათ ერთმანეთი და თუ მანამდე ვიცოდით რომ მინიმუმ ორი გუნდი ერთმანეთს ეკიშპებოდა მე კიდე რაღაც პატარ-პატარა გუნდები მე პირადი წყენები ამ პირადმა წყენებმა კიდე დახლი ჩამოკლედ ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ამან გაანადგურა მაგრამ ბევრი პრობლემა შეუქმნა მას როგორც პარტიამ და ევროპული საქართველო საერთოდაც დაიშალა მე ძალიან მიხარია რომ დაიშალა იმიტომ რომ ახლა ახალი სიცოცხლე ბევრად უფრო ხარისხიანად და ღირსეულად დაიწყეს და წარმატებებს უსურვებ მე წამოვიდა ხალხში ესეთი რეაქცია რომ პრაიმერიზი შლის პარტიებს
პრაიმერიზი შლის ცუდ პარტიებს და ყველა ცუდი პარტია უნდა დაიშალოს. თუ სისტემურად პარტია არ არის წელგამართულად აწყობილი და თუ პრაიმერიზი გადადის რაღაც ბანაკების დაშლამდე და რაღაც შიდა პერსონალურ დაპირისპირებამდე, მაშინ ასეთი პარტია დასაშლელია. ხო, მაგრამ მაგის დრო გვაქვს ახლა. გვაქვს, აუცილებლად გვაქვს და სხვათა შორის თაკვეთა იზრდება რამდენიმე რამეზე და ერთ-ერთი არის პრაიმერიზი. ეს ცოტა გამოსაკლევი ამბავია და სერიოზული კვლევა ჩასატარებელი, ხალხი გამოიკითხოს რას ფიქრობენ პრაიმერიზზე, მაგრამ 10 წლის წინ ალბათ ცოტა ადამიანმა იცოდა საერთოდ პრაიმერიზის არსებობა არ არსებობის შესახებ, 5 წლის წინ ცოტა მეტმა გაიგო და დღეს გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის და საუბრობენ იმაზე, რომ აი ჩავატაროთ პრაიმერიზები. პარტიებს ეშინიათ ამის ჩატარება და მე მგონია რომ პირიქით ამით მხოლოდ კარგს ლიდერებს კი ბატონო ეშინიათ და მე მგონია რომ პირიქით თუ დასაშლელები არიან დაიშლებიან და რაღაც ახალი წარმოიქმნება ბევრად უფრო სამართლიან პირობებში გააგრძელებს შემდეგ ოპერირებას იძულებული გახდება იდეოლოგია შეიქმნას წესდება შეიქმნას ახალგაზრდები მოიზიდოს რაღაც ძალთა ბალანსი გადაანაწილოს და ეს კარგი პროცესი არსებითად ჯანსაღი პროცესი მგონია ნეტ არჩევნებამდე გაკეთებულიყო და რაც მთავარია ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ხალხი უნდა ხედავდეს კონკრეტული პარტია როგორ აკეთებს პრაიმერის, ხო? ეს ონლაინ იქნება, ოფლაინ იქნება თუ როგორ იქნება, ფორმატები პარტიებმა შემოგთავაზონ, გვაყურებინონ და მე ჩვენ გადავწყვეტ რომელი პრაიმერიზი ჩატარდა სამართლიანად, რომელი არ ჩატარდა. ნუ შეეშინდებათ იმისი რომ ეხლა თუ პრაიმერიზი ჩავატარე, მე დავიშლები. დაშლის არ უნდა შეეშინდეთ პარტიებს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. და მეორე, აი ხატიას არჩევნები ყოველთვის რაღაც სამაგალითო ყველა დისკუსიაზე ხდება, ქუთაისის როცა ეხება საქმე რომ მერობის კანდიდატი იყო და გააყალბების ნაწილშიც ვიცით რომ ყველა არჩევნების გაყალბება არის რა თქმა უნდა შესაძლებელი და რეჟიმის პირობებში არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ თვითმიზანია რეჟიმის რომ არჩევნები გააყალბოს, მაგრამ გაყალბებას აქვს გარკვეული ზღვრები. და ხატიას შემთხვევაში მე ზუსტად ვერ ვიხსენებ ეს იყო 2 თუ 3% საბოლოოდ, ანუ ძალიან მაღალი გაყალბების პირობებშიც კი ხატიას კანდიდატს ჰქონდა 2-3%-ით ნაკლები ვიდრე ქართული ოცნების ხმას. დაახლოებით 2000 ხმაზეა საუბარი. ესეც 2000 ხმის დაცვა პირველში 2000 ხმის დაცვა თუ არ შეგიძლია ეს ცუდი სიმპტომი არის ნებისმიერი კანდიდატისთვის, პარტიისთვის და ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის არის ცუდი ამბავი. მაგრამ რატომ არ გააპროტესტა ეს ხალხმა ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ხატიასთან კი არ ქონდათ ბმა. მე ვიყავი მაგალითად კანდიდატის წარდგენაზე, რომელიც სხვა შორის ძლივს მივაგენით ავტოქარხნის რომელიღაცა დანგრეული ქარხნის შენობაში იყო. რაღაც დამატებით წუთზე გავიგეთ, რომ ტარდებოდა, ნუ ხატია იყო შეთანხმებული კანდიდატი და შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი პრეზენტაცია ყოფილიყო გახმაურებული და ვისაც უნდოდა, მისულიყო და დასწრებოდა. აი რაღაც დამატებით წუთზე ნაცმოს ამომრჩევლებმა მაგალითად საკმაოდ ბევრმა და საკმაოდ ქორ ამომრჩევლებმა ჩემგან გაიგეს. წესით არც მე არ უნდა გავმეგო ისე როგორც გავიგე და მით უმეტეს არც მათ არ უნდა გაიგო. უბრალოდ რადგან გირჩისაც ქონდა და რო არ გამოგჩეს. გირჩის მაინც სპეციფიკურია და კონკრეტულად ძალიან კონკრეტულ ამომრჩეველზე არის ორიენტირებული მთელი სისტემა, როგორადაც აქვს აწყობილი, მაგრამ ალბათ მე უფრო გააცნობენ სხვებს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ ხატიას რომ მიუბრუნდე ხატიას საკითხს. ჩემთვის იყო უკვე გასაგები ამბავი, როცა ამდენად მნიშვნელოვანი წინა საარჩევნო პრეზენტაცია არის შენმა უშუალოდ ამომრჩეველმა, შენი პარტიის ამომრჩეველმა ინფორმირებულიც კი არ ყავს, რომ აქა და აქ ამადამსაძე ტარდება, უკვე რაღაცები ბუნებრივია არის გასაგები. არ იყო ცუდი პრეზენტაცია, რაღაცები, იდეურად შეუთავსებელი იყო ჩემთან, მაგრამ მემარჯვენე ნაწილში კარგი რაღაცებიც იყო შიგადაში გალაგალაგ, იმ დოზით არა როგორადაც ვისურვებდი. საკმაოდ ნორმალური უარესი პრეზენტაციებიც გვინახავს კანდიდატებისგან, მით უმეტეს ქუთაისის მერობის კანდიდატებისგან, მაგრამ ეს ის არ იყო ის მომზადება და მახსოვს რომ მაშინაც იმ არჩევნებს გადამწყვეტ არჩევნებს არ ქმევდნენ, ხო? 2018 წლის მერე ყველა არჩევნებზე ამას გვეუბნებიან, რომ ახლა არის გადამწყვეტი, ახლა არის გადამწყვეტი, ახლა არის და ნუ რით ვეღარ დადგა ეს გადამწყვეტი არჩევნები ცოტათი გაუგებარია. ახლა არის უეჭველად გადამწყვეტი და ესეც უკვე რაღაც ამ სიტყვებმაც დაკარგა მნიშვნელობა და ხალხი
ხალხს აღარ ჯერა, იმიტომ რომ გეუბნება, რომ ასე მეუბნებოდი 7 წლის წინათაც და თუ გადამწყვეტი იყო, მაშინ ასე რატომ არ მოხდა და ასე შემდეგ. ან რატო არ მოემზადე უკეთ, ხო? რაც შეეხება ხა ამ არჩევნებს, ქუთაისის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც იყო, იცით რომ აქაც დედაქალაქში ყველგან წინ უძღოდა არარუსულ კანონს ამ სახელდების ქვეშ დემონსტრაციები და ქუთაისში ეს იყო 57 დღიანი უწყვეტი პროტესტი, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი არქიტექტურით შევიდა ყველა უბანში, ზოგში რამდენჯერმე და ქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება და მაშინ ხვდებოდით, რომ რაღაც კარგი ხდებოდა და გაგვიჭირდა კიდევაც იქიდან ყველაფერი კარგის დამახსოვრება, რაც დღეს ჩვენი პრობლემა არის, იმიტომ რომ ის რომ სტრატეგიის ნაწილში რაღაც ჩადებულიყო, დღეს კიდევ უკეთესი იქნება და უნდა გაგვემეორებია რაღაცეები, მაგალითად ახლა აქციების მიმდინარეობისას, თუმცა შეიძლება არც ახლა არ იყოს ეგ ყველაფერი დაგვენებული და მე მახსოვს ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში, ნიკიაში შევედით და ბევრს არც უნდოდა შესვლა, იყო ესეთი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვიყავით და გამოვედით დაახლოებით 10 ჯერ უფრო მეტი, მთელი უბანი გამოგყვა და ზეიმი იყო იმ უბნისთვის, იმდენად აკლიათ რაღაც პოლიტიკური პროცესი, რაღაც კონკრეტული აქტივობა, რომ მოგზდებდნენ და ძალიან შორს გამოგყვნენ პრაქტიკულად, მათი უბნის ბევრად მიღმა გამოგყვნენ და ჩვენთვის ეს იყო შოკი, რომ ესე ხმაურით შესრულებმა და მარშებმა აქაურობაც აახმაურა. ქუთაისელები იყვნენ და პარტიაში შევიდნენ 2012 წელს. ნაციონალური მოძრაობიდან და კიდე სხვა ოპოზიციური პარტიები თუ არსებობდა ასეთი ოპოზიციური პარტია მაშინ არც მახსოვს ეს ვიხსენე. ხო, თავიდან ერთი-ორჯერ დაიწუწუნეს როგორ თურმე პროგრამაში ყოდა თუ დაბრუნებული იყო და კონცეპტს ისა და არა მოიგეთ მაგრამ მე ერთ-ერთმანეთს ასწრებდნენ თავიდან გამოთხეს თვითონ საკუთრივ ჩვენ რო გადა ვისაკია ჩვენთან რო ქონდა ხოლოდა ცალაპარაკო რომ აი ხო თქვიო ერთი-ორჯერ რაღაცაო ხო რა მაგრამ მე ერთმანეთს ასწრებდნენ ეს ქუთაისელი რა ქვია დეპუტატები რომლებიც იყვნენ მოხდეს სიებით რა ქვია ნაციონალური მოძრაობის რა ქვია სიებით პარლამენტის წევრები გახდნენ და ერთ-ერთმანეთს ასწრებდნენ და კონცეპტზე ადრე შევარდნენ თავიდან თბილისში გასაგებია ასე რომ ვერ შენარჩუნდა ეს მუხტი და პასუხი აქვს ახლა მოსათხოვ რა ნამუსით არიან ახლა ისინი რა ნამუსით ხარ პარლამენტის წევრები და ახლა აღარ არის პენსიას გებულობენ თუ მიიღებენ ხო დეპუტატის იმას ანუ ამათ ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი და არ ვიცი მე ძალიან ლაწყენიო გულაწყენიო ჩემი ცხოვრებიდან მაგათმა მე პატარა კი აღარ ვარ 12 წელი ამომიხიეს ჩემი ცხოვრების წიგნიდან გასაგებია ასე არ შეიძლება მე არჩევნები რატო გვიდა იცი კარგად მიდა ვიცხოვრო არაფერი აღარ სტუდია არა და ვიცი რომ კონცეფციის ხელში კარგად მე ვერ ვიცხოვრებ ეს უნდა გავაგებიოთ ხალხს რომ რატო გვიდა ჩვენ ევროპა და რატო გვიდა ამერიკა რომ ეს კონცეფცი არ მოგცემენ შენ კარგად ცხოვრებით და შენი შვილები ვერ გაიხარებენ და არავით არის პროგრესი ოდნავ ექიმი ვარ და ოდნავ სერიოზული სამედიცინო პრობლემა თუ გავუშვ ადამიანს თურქეთში უნდა წავიდეს საკუთარად არა მე ხარ ის თურქეთმა არა აშეროს რა ქვია ჰესიდან მაგაზე გარემახარ რატო თქვა ამ ხელა ბიუჯეტი გაქვს ლამისაა და მთელი ბიუჯეტის 60% არის მედიცინა ხო და რა სერიოზული პრობლემა თუ არ მიდიან სტამბულში სამკურნალოდ ანუ ამაზე პასუხი ეს უნდა გავაგებიოთ ველაპარაკოთ ხალხს რატო გვიდა ჩვენ იმ ხალხს პასუხი და მოვთხოვოთ იმ დეპუტატებს ვის ერთ-ერთმანეთს ასწრებს ვითხრებს და მეორე რატო გვიდა ჩვენ ევროპა ვისთვის გვიდა რა გაგვიკეთა რა გაგვიკეთება და რა გაგვიფიჭება თუ არ ვიქეითებათ გარდა იმისა რომ ეს პარტიები თავისას ვერ გვთავაზობენ ბევრს ვერაფერს საინტერესოს გარდა ამისა ვერ აკეთებენ კონცენტრირებას იმაზე რომ ქართული ოცნება რასაც გვპირდება 12 წლის განმავლობაში და რაც ვერ გაკეთდა ამაზე მაინც ილაპარაკონ ხო ახლა თეატრული ოკეანი ბოლო დღეებში გამოირჩევა რაღაცა ჯარისკაცებს აბრალებს ვიღაცის პიარს შეეწირეთო და მაგალითად მე ქუთაისში მახსოვს რომ ავტომობილების ქარხანა რო დაანონსეს იმ დღის კონცერტი ამ მანქანის პიარი პრემიერი იყო მაშინ ბატონი ბახტაძე $100,000 დაჯდა იმხელა სცენა ქონდათ ჩამოტანილი ეს მანქანა ჩამოყვანილი ლაზერ შოუ და ეს იყო ზუსტად მახსოვს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის იყო მზადება კვირიკაშვილის მერე
თუ კარგად მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაპირება იყო ეს, რომ აქ დღეს ახლა ჩვენ მაგალითად უნდა მოსულიყავით უკვე ქუთაისში გამოშვებული მანქანები, ჩვენთვის ეს მანქანები უფრო იაფი იქნებოდა და ასე შემდეგ, ხო? ამის გარდა მაგალითად ახლა როცა ქუთაისზე ვლაპარაკობთ და ჩვენ პრეტენზიებზე ხელისუფლების მიმართაც, მათ შორის ესენია ყველაზე მეტ ბრას ესენი იწვევს ჩემში. მაგალითად, რადგან ტურისტული ქალაქი ვართ, ტურისტზე ვერ ავაგებთ ჩვენ ქვეყნის წინსვლას და ეკონომიკას, მაგრამ ტურიზმი არის ის, რომელიც ბევრ ადამიანს ეხება. ტურისტის ჩამოტანილი ფული, აეროპორტს, ტაქსის ზღოლს, პატარა საცხობს, სასტუმროს, რესტორანს, ტურისტულ სააგენტოს, ყველას ნაწილდება ის ჩამოტანილი 200 евро, ასე რომ ვთქვათ, ხო? და შევკვირდნენ მაგალითად რიონის პირა სახლების რეაბილიტაციას, მე რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და სადაც მდინარე არის, არ მახსენდება სადმე რომ მდინარის ირგვლივ ქალაქი არ იყოს განვითარებული. და ქუთაისი და იგონებენ და ჩვენთან მდინარის სანაპიროზე ფაქტობრივად არაფერი არ ხდება. მდინარესთან რაც ხდება არის ეს, რომ ხიდია და ამ ხიდზე გადახვალ, ხო? ამის გარდა მაგალითად 2014 წელს ჯერ კიდევ ევროკავშირის გრანტი იყო მაგალითად ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენებულიყო და ახლა რო ჭკუას გვარიგებს ეს არგო რო შემოყავდა ქუთაისში რა გვარია ეს ომარი ნიშნიანიძე მათ შორის ეგ იყო ჩართული ამ როგორც მახსოვს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის ამბავში და ჩაიშალა ეს ამბავი იმიტომ რომ მოსახლეობას ვერ აუხსნეს რომ ეს გადამამუშავებელი ქარხანა არ იქნებოდა დამაზიანებელი ამ სოფლისთვის და ახლა გვაქვს მდგომარეობა რომ ავტობანი და ავტობანიდან ქუთაისში დამაკავშირებელი გზა ცენტრალური გზა არის ნაგვის საყრელად გადაქცეული და იქ წარმოუდგენელია ცხოვრება ამ წუთადაც რამე აწიაშენება კი არა. ახლა ვინ ცხოვრობს ამ ადამიანებსაც აწუხებს ეს. ქართულ ოცნებას ქუთაისიდან 0 ხმა ეკუთვნის. და ჩვენ ახლა წეგან რაც ვილაპარაკეთ, ისეთ შესავალი გავაკეთეთ ოპოზიციაზე რაღაცები ვთქვით, მესმის, მაგრამ ეს ქალაქი მაინც ოპოზიციურია. აქ მათ შორის 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ტური წააგო ქართული ოცნების კანდიდატმა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო კანდიდატი. წააგო ხელისუფლებამ 2020-ში პანდემიამ შეუწყო ხელი, მაგრამ მაშინაც წააგო და ახლა ამ არჩევნებზე მიუხედავად ამ ხელა გაყალბებისა, ქართულ ოცნებას 50% არ აუღია ამ ქალაქში, აიღო 46 თუ 47%. ამიტომ რჩება ეს ქალაქი ოპოზიციურად, მაგრამ რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პატარ-პატარა პრობლემებზე, ამ დაპირებების შეუსრულებლობაზე თუ ვილაპარაკებთ და კონკრეტულად თქვა ახლა პარლამენტარი ქუთაისში თუ ვინმე, მაგრამ ჩემ წინა გამოსვლაში რომ ვილაპარაკე, ამ წუთას რეგიონალური ლიდერი ქუთაისს რო თავი დავანებოთ, რეგიონალური პოლიტიკოსი არ გვახსენდება ფაქტობრივად ვინმე, ვინც იტყვის თავის რეგიონზე ილაპარაკებს ხმამაღლა. არავინ არ მახსენდება, საერთოდ მაშინ კაკო ბობოხიძე იყო წინა მოწვევის პარლამენტში, ერთადერთი ეკაცი მახსენდება, რომ თავის რეგიონზე ხონში მაგალითად შვენივერ ქალაქად კი არა ის სოფლად იქცა სოფელი გორდი, რომელმაც მისი ინიციატივით და სხვების დახმარებით ტურისტულ ადგილად იქცა 5 ადგილი რო არის საქართველოში ყველაზე ნახვად ადგილებში, ერთ-ერთი არის ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი ადგილზე სერიოზული ინვესტიცია ჩაიდო და ეს ხალხის ასეთი ადამიანები ამ წუთას არ მახსენდება, ვინც ქუთაისის ამ ხელა პრობლემებზე ილაპარაკებს. ხო, ფოკი აღნიშნა, ბმა არ არისო დამკვირვებლებსა და თვითონ პარტიის დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის და თვითონ ან დამკვირვებელი ვიყავი, არაერთხელ გამოცდილება მაქვს და ეხა ბოლო არჩევნებზე განსაკუთრებით ვიგრძენი ეგ მდგომარეობა. მანამდეც ვაკვირდებოდი პროცესს, უშუალოდ იმ დღეს და მერეც. და ეს იყო რაღაცა კოშმარი. ჯერ ხო საერთოდ ძალიან გაუჭირდა ციების შედგენა და ამ ადამიანების მოძიება, განსაკუთრებით აი, ნუ ხო, კი, კომისიის წევრების და ძირითადად იყვნენ იმაზე, რომ აი, მოდი შევადგინოთ ცია და დანარჩენი რაც იქნება იქნება, ძლივ შეადგინოთ. კი, ოპოზიციაზე მაქვს ლაპარაკი. და კაი შეადგინესია, მერეც არკე პრობლემა იყო ტრენინგები და დიდი ნაწილი ტრენინგი არც გაუვლია და მით უმეტეს ეს ახლა ახლებური იყო, ასე ვთქვათ, რაღაც ახალი ხილი იყო და ბევრმა არც იცოდა პროცედურები. ნუ, კაი. და უშუალოდ იმ დღეს რამდენიმე უბანზე ვიყავი და ოპოზიციის, ნუ არა დავასახელებ კარგი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტიებიდან, ვინც იყვნენ, რამდენიმე უბანზე არ ყავდათ წარმომადგენელი, აი მიდიოდი უბანზე და ვნახულობდი, რომ -3 დამკვირვებელი აკლიათ, და ეხლა 3 დამკვირვებელი არის ცოტა. სხვადასხვა პარტიებს. და იქ ხმების დაცვა და რაღაცა უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი იყო. მერეც ალკე პრობლემაა, რომ საჩხერეში ვაკვირდებოდი პროცესს. არა, მაგრამ მანამდე ჭიათურაში ვაკვირდებოდი სალომეს არჩევნების დროს და იქ ანუ კოლეგები არიან ძირითადად, ძალიან დიდი ხანი რო იცნობენ ერთმანეთს, ალბათ ბავშვობიდან და ერთი პარტიის ხმას იცავს, მეორე პარტიის ხმას და
რაღაცა პარტია მათთვის ხო, ანუ აბსტრაქტულია რაღაც, ანუ არის ისინი მოდიან იქ იმისთვის, ეხლა ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველა არ მიიღებს თავის თავზე, მაგრამ მოდიან იმისთვის, რომ იმ დღეს რაღაცა კონკრეტული ანაზღაურება აიღონ და წავიდნენ. ხო, ну, ძირითადად ეს იყო ამ არჩევნებზე. ბევრი პრობლემა იყო ჯერ კიდევ საერთოდაც რომ ავედი არჩევნებამდე სადღაც ესეთ ვენახევრით ადრე, მე მეგონა რომ მარტო ქართული ოცნება იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ესეთ სიტუაცია იყო. ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ ქონდათ ზოგიერთ პარტიას ოფისის კარებზე ან რამე და მე მიამატეს ალბათ უკვე იმ ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, ხო და ნუ ეს იყო პრობლემა, იმიტომ რომ იმ მოსახლეობისთვის ოპოზიცია იყო რაღაც აბსტრაქტული ცნება, იყო არ იყო, ალბათ ტელევიზორში ხედავდნენ უბრალოდ. და ის რომ ფიზიკურად ეს ადამიანები ენახათ და რამე რეალური მიეღოთ მათგან ეს არ ყოფილა, ანუ არ ქონიათ კონტაქტი, ასე ვთქვათ. განსხვავება არის, ну, სამი უნივერსიტეტია, ერთი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც იქ არის მუხტარის ტყეში, მეორე წერეთლის უნივერსიტეტი და მესამე სახელი შეიცვალა. და მგონი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ქვია ეხა უკვე, ეს ორი ახლოს არის ერთმანეთთან. ну, წერეთლის უნივერსიტეტია მაინც ყველაზე დიდი და ესე ვთქვათ, დიდი ისტორიის მქონე, რომელსაც ათასობით სტუდენტი ყავს, არა მარტო ქართველები, უცხოელებიც და ну, საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია რა. და თვითონ ადგილობრივი სტუდენტების ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ანუ დიდი ნაწილი ქუთაისელი სტუდენტების თბილისში სწავლობს და ეს უნივერსიტეტები დაკომპლექტებულია რეგიონებიდან ჩამოსულებით, ახლო მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან. ну, ეხა ბათუმიდან და ქობულეთიდან მაგალითად არ აწყობთ ეხა ბარემ ან თბილისში სწავლენ, ან მყავდა მე კურსელი, რომელიც ქობულეთიდან იყო და ქუთაისში უბრალოდ ვერაფრით ვერ დამკვიდრდა და არც მიკურს მისი დაბრუნდა ბათუმში სწავლობს. რატო ვერ დამკვიდრდა? რთული იყო მისთვის ფინანსურად, ძალიან რთული იყო. იმიტომ რომ ქუთაისში რო სტუდენტი რომ ხარ, დავუშვათ ოჯახი ვერ გიწყობს ხო ხელს რომ მთლიანად გადაგიხადო სწავლისთან ხო, სადღაც უნდა იმუშაო და სად უნდა იმუშაო, ძირითადად არის ქსელური მარკეტები და ქსელურ მარკეტებში რომ მუშაობ, მთელი დღე იქ უნდა იყო. ესე იგი ლექციებს ვერ ესწრები, ვერ ესწრები, ეს უკვე პრობლემაა იქ სემინარებზე, ქულას თავი დაანებენ, მარტო ქულისთვის ხوارს დადიხარ. ვერაფერს ვერ გებულობ იქ. კაი, მე წაიკითხავ რაღაცას, მაგრამ ნუ რატო? ხო და ეს პრობლემა არის, კიდე 24 საათიანი სამუშაოები უწევთ, ეხლა ჩემი არაერთი კურსელია ამ მდგომარეობაში და ეს არის ურთულეს ხალხო, ანუ ჯანმრთელობას ინადგურებენ და ის ანაზღაურება, რასაც იღებენ, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აკეთებენ, ჯერ მარტო 24 საათი რომ მუშაობს სტუდენტი. ხო, ეს რაღაცა ჯოჯოხეთია, საშინელებაა და მე არაერთხელ მოსულან უშუალოდ იმ ცulis მერე ლექციაზე, რომ რაღაცა იქ ლექტორს დაანახებოდნენ, ელემენტარულად სემინარი ჩაებარებინათ და მაინც ახერხებენ ეს ადამიანები, რომ რაღაცნაირად რაღაცა ისწავლონ და გამოცდამდე მივიდნენ და რაღაცა გააკეთონ. მაგრამ კიდე მეორე პრობლემა ის არის, რომ დაუშვათ, ხო, ეს ცვლები რომ უხსენო ვინმეს ნახევარი განაკვეთია, იმათვის არის 8 საათი. ანუ ზღაპარი აქ სამუშაო რომ სტუდენტები სადღაც ესე დასაქმდნენ არ არსებობს. მე კიდე ტრანსპორტია, ჯოჯოხეთი, მე თვითონ მიწევს ორი ტრანსპორტის გამოცვლა იმისთვის რომ უნივერსიტეტში მივიდე. არის ერთი, ანუ მარშრუტკას ვეძახით ეს დადის, მაგრამ ის რო დადის, იმას ვერ 23-ა. იმას ვერ დაველოდები ფიზიკურად, ხო და კი. ანუ როგორ არის, იცით, ხან გადიმართლებს მოვა, ხან არა და მიწევს რომ გადაჯდომებით ვიარო, ხო და ნუ რატო? როდესაც არის საშუალება რომ ელემენტარულია, საკმაოდ დიდი უბანია ხა ავანგარდი, იქ რო პირდაპირ დაინიშნოს, თან ბევრი სტუდენტი ცხოვრობს, იქიდან რომ პირდაპირ დაინიშნოს 1 ავტობუსი, 3 დადის, 4 დადის, 4 ავტობუსი, 4 ტრანსპორტი დადის და ერთმა მაინც რო ჩაიაროს უნივერსიტეტთან სადმე ახლოს, არ არის ეგრე. გარდა 23-100. ხო. ეხლა რომ გავაგზელო მიზეზები, რაზეც საუბრობდით, ბევრი წლის წინ მაქვს დამთავრებული და ძალიან კარგად ვიცი და იმის შემდეგაც არაერთხელ გადავკვეთილ ვარ მაგ უნივერსიტეტთან და წერეთლის უნივერსიტეტი ვერასოდეს ვერ აძლევდა და ეხლაც მინიმალურ ზღვარს ვერ აძლევს სტუდენტს საზოგადოებრივი აზროვნების უნარის. მე არ ვსაუბრობ პროფესიულ განათლებაზე, შეიძლება რომელიმე ფაკულტეტზე იყოს საშუალო და მაღალი დონე განათლების, მაგრამ საზოგადოებრივად აზროვნების უნარს ეგ უნივერსიტეტი ვერასოდეს ვერ აძლევდა ახალგაზრდას. ყოველთვის ესე იყო. მიზეზი, რა ვიცი, უამრავ. პოსტ არა, საბჭოურია, აბსოლუტურად საბჭოურია, იმიტომ რომ მე 22 წლის წინ დავამთავრე და შარშან ჩემთან ერთად ვინც დაამთავრა, მეგობარს დასჭირდა გარკვეული ტიპის დოკუმენტი, რომელიც უნდა ამეღო და გამეგზავნა უცხოეთში ცხოვრობს.
ნოემბრის თვეში დავიწყე ამ დოკუმენტის მოძიება უნივერსიტეტში და მაისში მომცეს სრულფასოვნად. მანამდე რამდენჯერმე მომცეს, ოღონდ სრულ ხარვეზებით. ამ პროცესში მე უკვე ბრაზი ხო მქონდა, წლებია ბრაზი მაქვს მაგ უნივერსიტეტზე, მაგრამ ამ პროცესში რაც ბრაზი გავდა, იქ ცოტა მომიწია კონფლიქტში შესვლა კანცელარიის თანამშრომლებთან და ჩემთან ერთად თქვენი თაობის, მოქმედი სტუდენტი რაღაცა 15 წუთში იმდენ ჯერ გააწვალეს, აი ცისფერი მთები იცით ხო, გივი ჩვენ ვართ და არავინ პასუხს არ გცემს, ასეთ კარებებზე ბევრჯერ აკაკუნებიეს სადღაც რომელიღაც კარებებზე ამაოდ მიზანმიმართულად მოატყვეს გავუშვეს იქ და მე-6-ით რო ჩამოვიდა და რო შემოვიდა და შენ არაფერი აღარ თქვა მეთქი ამ გოგოს ვეუბნები მე ვილაპარაკებ შენს მაგივრად და აღმოჩნდა რომ იმ კანცელარიის თანამშრომელს რომელიც ჩემს დროსაც იმ ადგილას იმ პოზიციაზე მუშაობდა 22 წლის წინ ეხლა უკვე დამსახურებულ პენსიაში უნდა იყოს ასაკითაც და სხვა მონაცემებითაც აღმოჩნდა რომ თავის სამუშაო მაგიდაზე ედო ხელმოწერილი ეს დოკუმენტი რომელსაც ეს გოგო ითხოვდა თურმე თვენახევარი მაგრამ ჩემს იქ ყოფნაში 6 ჯერ შემოვიდა იმ ოთახში ხო ეს არის სისტემური პრობლემა მაგ უნივერსიტეტის აბსოლუტურად ყველა კათედრაზე ყველა ფაკულტეტში ხა არიან რა თქმა უნდა გამონაკლისები და მე ვიცნობ პირადად წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორებს მაგრამ სისტემური პრობლემები სულ იყო და არასოდეს არ მოგვარებულა ესე იგი, ჩემი აზრით, ქუთაისში ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის სტუდენტების პასიურობა. ანუ სტუდენტებს არ აქვს საკმარისი ბრაზი. მით უმეტეს, როდესაც ჩემთვის გასაკვირია ეგ არის, როდესაც Facebook-ზე, Instagram-ზე შედიხარ და გიგდებს, რომ შენი ასაკის ბავშვები ციხეში ხედან აი ქვეყნის სიყვარულის გამო და სამშობლოს სიყვარულის გამო და შენ არანაირი სახის ბრაზი არ გიჩნდება რომ გარეთ გამოხვიდე და რაღაც შეცვალო, როდესაც სწორედაც რომ სტუდენტებშია, ჩემთვის არის შოკირებული. ძალიან ცუდი არის რა ჩემი აზრით. პირველი კვირა დეკემბრის იყო საუკეთესო, როდესაც ასე მასიურად გამოვიდოდნენ და რაღაც სახის რეაგირება ჰქონდათ. მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე ნიჰილიზმი გაჩნდა მათში, ჯერ ერთ კვირაში ნამდვილად არაფერი არ იქნებოდა 127 დღე პროტესტი მიმდინარეობს და სტუდენტები ბოლომდე იბრძვიან. 7 დღეში დანებება არის ჩემთვის აი კატასტროფა, იმიტომ რომ არ არის ეგრე მარტივად, მით უმეტეს უფრო და უფრო მეტი ადამიანს იჭერენ, უფრო და უფრო მეტი მათი ტოლი ადამიანი კიდევ ციხეში არის, საშინელება არის. შენი აზრით ბრაზი წავიდა? ბრაზი რაღაც კატეგორიაში შეიძლება გაქრა კიდევაც, იმიტომ რომ არ აინტერესებთ კომფორტი, რაშიც სწავლობენ, რაშიც ცხოვრობენ, ძალიან არიან მიჩვეულნი და არ უნდათ რომ რამე შეცვალონ, არ უნდათ რომ ცვლილებების მიზეზი იყვნენ და არ უნდათ იმის დაჯერება რომ ძალა მათში არის, ვერ იაზრებენ. ჩემი აზრით წერეთლის უნივერსიტეტი ზოგადად ისეთი უნივერსიტეტია, რომ ძალიან რთულია რომ ლექტორებმა ბავშვებს შეაგნებინონ რომ ძალა სწორედაც რომ მათში არის. მე ვფიქრობ ბრაზი აქვს. ბრაზი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ კი ბატონო, რეაგირების მაგის უნარი მე უნივერსიტეტმა ვერ მიცა და ეს გაგწეთ, ესე დაბერდები. სწორედაც ესე არის. მე მაგალითად სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდ საფიქროში ჩავარდი, ჩამებარებინა თუ არა ქუთაისის რომელიმე უნივერსიტეტში და ბოლოს ავირჩიე თბილისში წასვლა, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი ქუთაისში საკუთარი თავის პროგრესირებას ისე მაგალითად როგორც თბილისში შევძლებდი ამას. ქუთაისში არ არის იმის გზა, რომ ნორმალური სტუდენტური ცხოვრება მაგალითად გქონდეს. ელემენტარული სამუშაოს მხარეს ვერ გახვალ ზოგადად, ჩვეულებრივად, 13 წადინოთ გარეთ, ბულვარი არა გვაქვს ელემენტარული 3 წელია, რომ დავსხდეთ, უბრალოდ სასაუბროთ, 3 წადინოთ გინდ სტუდენტებმა, არაფერი არა გვაქვს იმისი, რომ კომფორტულად რეალურად ვიცხოვროთ. აი მე ისევ სასწავლო დაწესებულებების თემას გავაგრძელებ და საერთოდ პროტესტიც ჩემი მხრიდან მაგალითად მოდის სკოლიდან. მე როცა ვხედავდი რომ სიტყვა ჩემი მასწავლებელი წაპროტესტებდა მიმდინარე მოვლენებს, იქიდან გამიგისასწრული რომ გამოსულიყავი ხო და პრობლემა მარტო იმაში კი არ არის რომ თვითონ კონკრეტული ადამიანები არ გამოდიან მოსწავლეები. ვფიქრობ რომ არის მასწავლებლებში პრობლემა, რომ ვერ ხედავენ მათგან პროტესტს. და რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ეხლა მე თბილისის ტექნიკურში ვსწავლობ და მოსაზრებაც ეგეთი იყო, რომ ჩემი კურსიდან 80% მეტი ყველა ვიდნენ იქ აქციაზეც. მაგრამ 1-5% არის ზუსტად ის საკითხი, რის გამოც შევედით, ასე რომ ვთქვათ, ბოლოს მოგვიწია შესვლა ლექციებზე, რომ
ზოგი ჩამოსულია, ზოგს ფინანსური პრობლემები აქვს იმის გამო, რომ მე შეიძლება საგნები შეეტენოთ. და ანუ ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი, მაგრამ ხალხი დაიღალაო და რაღაც მომენტში კი, იმიტომ რომ ყველას ეხლა ჩემს მეგობრებსაც მეც ყველას გვაქვს ბრაზი, მაგრამ მუხტი რაც იყო, თუნდაც საზოგადოებრივ გაფიცვა, ხალხის სიარული და ამ შემდეგ ნელ-ნელა ნელდება და ეს მუხტი არის, ვფიქრობ, რომ ისევ შესაქმნელი, რომ ეს ხალხი გამოვიდეს. თვითონ ლექტორები არ არიან პრობლემა, იმიტომ რომ მე მაგალითად ყველა ლექტორი მიჭერდა მხარს, რომ გავსულიყავით აქციებზე, მაგრამ მაინც ბოლოს იმ აზრზე იყვნენ, რომ უნდა შემოხვიდეთ ლექციებზე, ისე მაგათ უქმნიან პრობლემას და ანუ გეგმა არის უფრო შეასრულებელი, ვიდრე ეგ იყოს პრობლემა რა. ამის გამიმდო ბოლოს. მე ვფიქრობ, რომ რეალურად ჩვენ ძალებს ვიკრებთ, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც გადაჩვეული იყო პროტესტს და იმ პროტესტის შედეგის მიღებას და ჩვენ როგორც მოპროტესტე საზოგადოება, აი ახლა მწიფდებით. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახეზე იყო პრობლემა ავტორიტარული რეჟიმის გამყარების, ცოტა შოკივით შევხვდით, იმიტომ რომ წარმოდგენა ვქონდა, რომ დემოკრატიისკენ მივდიოდით და ხალხში გაჩნდა ისეთი მოლოდინები, რომ აი ხა გამოვალთ ბევრი და რაღაცა მოხდება. ბევრჯერ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ რომ არაფერი არ მოხდა, ამას მოყვა ფრუსტრაცია და გარკვეულწილად ჩვენ საინფორმაციო ომში ვიმყოფებით და ეს არის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს ის მესიჯი, რომ ბევრი ადამიანის გამოსვლა უცებ რაღაცას უნდა ახდენდეს. და ჩვენშიც ისმის ხოლმე ხშირად ესეთი მოსაზრებები, რომ აი ერთ წრეზე გვატარებენ, ბევრჯერ გამოვედით, მაგრამ არაფერი არ მოხდა, ხალხი დაიღალა და ასე შემდეგ. ასეთ რეჟიმებს ან ერთბაშად ანადგურებ ფიზიკურად და ერთბაშად ჩაქოლავ და გაიმარჯვებ, ან მშვიდობიანად, ნელ-ნელა, მეთოდურად, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით ასუსტებ და რაღაცა კრიტიკულ მომენტში უკვე შლი რეჟიმს. ასე რომ ეხლა ჩვენ საწუწუნო არაფერი გვაქვს, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ერთმანეთს უნდა დავანახოთ, რომ რაღაცა მიღწევები უკვე გვაქვს და მომავალშიც გვექნება, უნდა შევადაროთ რა გვქონდა რამდენიმე წლის წინ და რა გვაქვს ახლა. და როცა იმაზე მიდის ლაპარაკი, რატომ არის პროტესტის ფიზიკური კომპონენტი შესუსტებული, მუხტი მოკვდა თუ მუხტი შესუსტდა თუ რა მოხდა და რა არის ჩვენი პრობლემები, მუხტი შეიძლება დროებით დაიწიოს, რაღაცა მომენტი დადგება და ისევ მოიმატებს მუხტი. ეს არის ემოციებზე დამოკიდებული, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გამოცდილება, აქტივიზმის სხვადასხვა სტაჟი, ზოგიერთი ადამიანი თუნდაც ამ დარბაზიდან რამდენიმე წელი არის რაც პროტესტშია, 1 წელი, 2 წელი, ზოგიერთი ადამიანი 12 წელი და 13 წელი და ზოგი 30 წელი და მეტი, ასე რომ სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა უნარჩვევები გვაქვს ჩვენ შეძენილი და ზოგი ადამიანი ერთ კვირაში ნებდება, ერთ კვირაში დგება იმ ფაზაში, რომ შეიძლება აზრი არ კონდეს ამ ყველაფერს და მოდი ახლა მე ჯობია ენერგიები შევინახო და სახლში დავჯდე და დავაკვირდები რა მოხდება და იმის მიხედვით ვიმოქმედებ და ზოგიერთი ადამიანი ისევ ჯიუტად აგრძელებს მოქმედებას. ადამიანი საერთოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც თავისი მოქმედების აზრს ხედავს. თუ ფიქრობს, რომ მე ახლა რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერი არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი არჩევს, რომ თვითგადარჩენის ფაზაში გადავიდეს. ჩვენ ვინც სტაჟიანი მოპროტესტეები ვართ, ფიქრობთ, რომ ნებისმიერ პატარა მოქმედებასაც აზრი აქვს. თუნდაც დღეს რო გამოხვიდე და 9 საათით დადგე და შენი სათქმელი თქვა, დიდი მოზაიკის პატარა ნაწილში რაღაცა ცვლილებების მოტანა შეუძლია, ყველა ესე არ ფიქრობს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია საუბრით ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი მენტალიტეტის ხვებს გადავდოთ. მე ყოველთვის ამას ვცდილობ ხოლმე, რომ ესე არ უნდა მიუდგეთ საქმეს, ან ყველაფერი, ან არაფერი. შეგიძლია რაღაცა მინიმალურად დაიხარჯო და შენი ქმედება დადებითად გამოადგეს პროცესს და დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა მომწიფდება ხარისხიანი მოპროტესტე საზოგადოება, მართალია გარანტირებული არაფერი არ არის, იმიტომ რომ ხედავთ რა მხელა საფრთხის წინაშე ვართ და ჩვენ ახლა რეალურად მარათონულ რბენაში ვართ, ვინც მიასწრებს ფინიშამდე
ის გაიმარჯვებს, ჩვენთვის ფინიშამდე მიღწევა იქნება ის, რომ ერთმანეთი შევინახოთ და ჩვენი თავი შევინახოთ და ისე მოხდეს, რომ გარეთ ყოფი ადამიანები იყოს საკმარისი რაოდენობით და რეჟიმისთვის იქნება გამარჯვება ის, რომ ისინი გადარჩნენ, ხოლო ჩვენ გაგვტეხონ, ნაწილი საზღვარგარეთ წავიდეს, ნაწილი ციხეში ჩაყარონ. ჩემი აზრით ამ მარათონულ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ბევრი უპირატესობა, იმათაც აქვთ გარკვეული უპირატესობები, მაგრამ ჩვენი უპირატესობა თავარი ის არის, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის, აშკარაა, მარტო ის ადამიანები ვერ ხედავენ სიმართლეს, ვისაც რაღაცა ბენეფიტები აქვს ავტორიტარული ფსევდომთავრობისგან და დღეს კარგად გრძნობენ თავს. დანარჩენ ადამიანებში სიმართლე საით მხარეს არის, ადვილი ამოსაცნობი არის. მით უმეტეს დღეს გლობალიზაციის პერიოდში მარტო საქართველოს არ ვუყურებთ, ხო? დანარჩენ მსოფლიოშიც ხედავთ, რომ ჩვენ გულშემატკივრობენ სანქციები ზოგი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ხოლმე სანქციებს, მაგრამ აქვს ეფექტი. იმ რიგით მილიციელებს ხვალ რო დაემუქრებათ რაღაცა ფინანსური პრობლემები. შეიძლება 200 კაცს ქოცებმა მისცენ ქეში და იარონ ქეშით და რაღაცა ქართუს ბარათები გაუკეთონ, მაგრამ 1000 კაცს, 5000 კაცს და 10000 კაცს ქეშით ვერ უზრუნველყოფენ, ხო? გაუჭირდებათ ძალიან ტექნიკურად. ასე რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. მე შევეცდები ერთ რაღაცა ვთქვათ, რომ ეზოპეობას არ ვაპირებთ, ან კრილოვებას მით უმეტეს, მაგრამ ორი ბაყაყის ამბავი მინდა გაგახსენოთ. რა უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ამ ხალხთან, რა უნდა ვასწავლოთ და უნდა მივიტანოთ მაგ ხალხთან ორი ბაყაყის ამბავი. იყო ერთი დრო, როცა ზაფხული ცხელი იყო და ზამთარი ცივი იყო და ზაფხულში პროდუქტები ფუჭდებოდა, მაშინ რეფრიჟერატორები, მაცივრები და ტოშიბას ისინი არ იყო. სამია მაცივრები და რაღაცა და სტარტაპში ინახავდნენ, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ინახავდნენ პროდუქტებს. და იმ სტარტაპში ინახებოდა კილაში ნაღები. სმეტანას რო ეძახით ჩვენ რა. ნაღები და კეთება კარახი რო იცოდი. ხო და ორი ბაყაყი მოტასაობდა რა და ჩავარდნენ ამ ნაღებით სავსე კილაში. ხო და ეხლა მოგეხერებათ ზოოლოგია ხო გვახსოვს ჩვენ რომ ბაყაყი ნაყუჩებითაც სუნთქავს და ყალითაც სუნთქავს და იქ წყალში სუნთქავს, წყალში არის ჟანგბადი გახსნით რომ ნაღებში არაა და ერთმა ბაყაყმა იჩალიჩა ერთხელ ერთსა და ვერ ამოვიდა და მე მივიდა გაჩერდა და შეეგუა, მოკვდა. იმიტომ ვერ ისუნთქა. მეორე ბაყაყმა იბრძოლა, იჩალიჩა და გაიდღვივა ეს ნაღები კარაკად გადაიქცა, კარახი გამაგდა და ამოვიდა და უნდა ვასწავლოთ ხოლმე შეიძლება რა თქვა ეხლა ნოდარმა რომ სტატისტიკურად დანებებად სუცედეგებს იძლევა ყოველთვის. თუ დანებდები და მამაკნიეთ ამ ჟესტისთვის რა. ხო და ასეთი ამბავია რომ უნდა ვიჩალიჩოთ რა, უნდა ვიბრძოლოთ, იქნება ნაღებად გადაიქცეს და ამოვიდეთ რა ხიდა. იმიტომ რომ 35 წელიწადია რომ ახსენე ძალიან გულზე ხდება ეგ სიტყვა მასმეძებმა თქვა კიდე ხებით და ხალხად გამიგა 35 წელი ვატარებ. მე იმ ასაკში ვარ რომ 35 წელი მახსოვს და ის 78 წელი მახსოვს ჩემი ძმა იყო იქ. იმ ერის ამბავს. ჩემი უფროსი ძმა. ხო და რისი თქვა მინდა იცით რომ იქ მაშინ შეშტოვა დაუშვით. 35 წელს რომ ამბობ ხო მახსენე და ვატარე ნახეთი. არა ჩვენ ისე ბაყაყები უნდა მეორე ბაყაყი უნდა ვიყო. შეიძლება ვიზუალური არ არის კლატლაბაზი ბაყაყი და რაღაცა და ხიარი რემიჯობი უფრო ლამაზია, მაგრამ ისა უნდა ვიყოთ რა. ხო მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, რაც გულში ქონდა ყველაფერზე ვისაუბრეთ და ხედავთ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენ გარშემო, როგორც რეგიონულ ასევე მთლიანად საქართველოში ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველა ერთ აზრზე ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და არ გავჩერდებით. მიუხედავად იმისა, რომ საქმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებული გვაქვს და რაღაც ნულიდან არ გვიწყებს დაწყება და მართლაც ხარ თქვენ როგორც ვთქვით 78 წლის ამბავი, ხო? ანუ ეგ მაშინ და კიდევ უფრო ადრე დაიწყო ეს წინააღმდეგობა 1801 წლიდან ჩვენ რა ვიცი რუსეთს ვებრძვით ხო და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ. ხო, მადლობა ექსკურსიამით გემშვიდობებად. ეგ არის